კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან დიდ დღესასწაულს და ყველა შეეწიოს ჩვენი უფალი იესო ქრისტე და ჩვენი წმინდა გიორგი. ჩვენი ერის ისტორია ძალიან გავს წმინდა გიორგის ისტორიას და იმიტომ შეიყვალა ქართველმა წმინდა გიორგი განსაკუთრებულად, რომ რაც უფალმა გააკეთა ჩვენთვის, ჩვენ ვცდილობთ, რომ წმინდა გიორგი მიცხოვრა ისე, რომ თავი დადო ხო თვითონაც რა ქრისტესთვის და ქრისტიანობისთვის. ჩვენი ერის ისტორიას თუ ავიღებთ, აი ამდენი საუკუნეა, ხო? და როგორი ცხოვრების წესი გვაქვს. გინდ მართლმადიდებელი იყოს, გინდის იყოს, აბსოლუტურად, ხო? ყველა მოდის ხოლმე და თუ იმპერიებში არიან, ხო, ეს ბიზანტია იქნებოდა, რუსეთი იქნებოდა, თუ სხვადასხვა გინდ ახლა მართლმადიდებლებს ისავს ვძახოდით, ყველა დაპყრობაზე მოდიოდა, ყველა ომით მოდიოდა და სისხლით და მახვილით მოდიოდა, ხო? ან ქართველი კაცი ქრისტეს არასდროს არ ღალატობდა. ჩვენი ქართველების ბედი მასეა, რომ მასე უნდა ვიცხოვროთ, მასე უნდა გავაკეთოთ და შეგვეწიოს უფალი და დედა ღვთისმშობელი და ჩვენი წმინდა გიორგი. როგორც უფალმა დადო თითოეული ჩვენთან განისხვის თავი, ჩვენს უნდა ვეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის. თუ მოგვიწოდებს, ხო? არც მაგაზე არ უნდა დაიქროს ადამიანმა უკანა ჩვენმა დიდმა მეფემ, ერთ-ერთმა უდიდესმა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა მაგი ანდერძად დაგვიტოვა და ჩვენი ერი ღირსეულად ასრულებს მაგას. და იცით ცოტა ხნისე, როდესაც იყო მსოფლიო პანდემია, ყველა როგორ შეშინდა და ეხლა სიკვდილის ვის უნდა ხო ძალით სიკვდილი, მაგრამ ქართველმა ერმა რა გააკეთა, ღმერთის დიდება არ მიუტოვებია. ეკლესიიდან არასდროს არ გავრცელებულა, ღმერთის როგორ შეგვეწია. და დღეს მთელ მსოფლიოში ომები და ასეთი აურზაური რომ არის, ჩვენი ქვეყანა ფლისაგან დაცულია, უფალი გვიცავს. უფალს ვინც უყვარს, ყველა უყვარს, მაგრამ მე ვინც უფალს ადიდებს და ვინც მადლიერია უფლის, ხო? იცის რა გჭირდება და გვაძლევს იმას. ჩვენ ქართველები როგორ ვართ, ერთმანეს თუ ვატკენთ ხოლმე და ერთმანეს თუ შევებრძოლებით, თორე თუ გავერთიანდით, ვერამტერი ვერ დაგვიდგება. წელს პირველი გიორგობა ჩვენს უწმინდესთან ერთად რომ ვერესწრებით და ღმერთმა აცხოვნოს მისი უკდავესული და დაამკვიდროს ის, სადაც მართალი განისვენებენ და ჩვენ როგორც ქრისტიან ერს, როგორც ღვთისმშობლის მოყვარულ ერს შევშვენით, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ არ შევრცხვეთ უფლის წინაშე. ეხლა მინდა დაგამშვიდოთ რა, ეხლა რა ვიცი ხან ეთყობა ესა ახალი პატრიარქის სანამ გამოვირჩევთ ახალ პატრიარქს პრესა ტელევიზიებში ნებათა ღელვაა ხოლმე ტელევიზიებს და იმასაც ეხლა ვერ გამტყუნეთ იმაში რაღაც თემის აწევა უნდათ. მერწმუნეთ რომ აი გუშინ ლოცვას რიშამოვასწარი ყოველ დღე იმაში ვართ რა ვამზადებთ მაგ იმას და შიგნით სიმშვიდეა არავინ არ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს რა ჩარევა რომ უნდადეს რა შიგნითაც რომ უნდადეს ჩვენს წევს რომ უნდადეს ჩარევა ის ვერ გაგვიბედავს არა თუ გარედან ვინმე გაგვიბედოს მაგის კარგად იცოდეთ ქვეყანაში იქნება თუ ქვეყნის გარეთ მასეთი რამე არ ხდება თუ არა გამოვიდოდნენ და იტყოდნენ ხო აი სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მხარე მაინც იტყოდა ყველაფერი მიდის ნორმალურად მალე ალბათ კრების იმასაც გადავწყვეტ, როდის იქნება და გამოვირჩევ და ნებათაღელვას დაცხრება რა, ეხლა ყველას მოსაწონი თავარია ღმერთს რა უნდა ის ვიფიქროთ ხოლმე და არა ის მე ეს მომწონს, ხო? ღვთისნებას უნდა ეძიებდე ადამიანი ყველაფერში და მერწმუნეთ რომ რაღაც უზლურები არ გეგონოთ, უწმინდესმა თავის სიცოცხლეში გვასწავლა როგორ მართოთ
როგორ იმართოს ეკლესია, ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვირჩევთ, ხო? მე არ ვიცი რა, ეხა უფლისნება როგორც იქნება, ისე იქნება, აუცილებლად გავაგრძელებთ ისევ თქვენთან ერთად წინსვლას, სულიერ წინსვლას. ღმერთმა დაგლოსოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მათ დაგავსოთ და არი ნერვიულოთ რა. თორემ მკითხაობისავით არის, ამ მკითხავებით არიან ესა, ისა, ამას ამდენი ხმა, იმას იმდენი ხმა, მანამდე როგორ იწერებოდა, ხო? ჩვენზე კარგად არავინ არ იცის რა ხდება, როგორ ხდება და მშვიდობაა რა, ერთმანეთში მშვიდობაა. ზოგჯერ შეიძლება ვინმე უკმაყოფილო იყოს, მაგრამ ეხლა უკმაყოფილოს ადალებს. არც ეკლესიაში არ დაილევა და არც გარეთ არ გვაკლია. ჩვენი არჩევნები არ გავს. ერში როგორც არის არჩევნები, სხვანაირად არის და ვისაც ავირჩევთ, ხო, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ და ისე არ არის რა, რაც ახვიდეთ და უცხოელებს უთხრა, რომ აბა ლეგიტიმაცია შენ მომეცე. ჩვენსაც ჩვენ გადავწყვიტავთ რა. უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში არ ვერევით და არც არავის არ ჩავრეთ, არ ინერვიულით მაგაზე, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ და უმეტესობასთან რა ვისაც საუბრობ, მზად ვართ რომ ერთობით და ერთსულოვნად არ შეგარცმინოთ, არც ღმერთს არ დავწყვიტოთ გული და არც თქვენ არ დაგწყვიტოთ გული, ყველაფერი კარგად იქნება ღვთისმშეწონით რა, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა სულიწმიდის მათ დაგავსოთ. დანარჩენი არაფერია, ცოტა ხანი ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან გაერთო. გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღეთ. აი ხარ.